ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი თორნიკე გოგრიჩიანი შეუერთდა სემ ჰარგრეივის ჰოლივუდური ბლოკბასტერის „მატჩის 5-ის“ მსახიობთა გუნდს. ეს გოგრიჩიანის მეორე თანამშრომლობაა ჰარგრეივთან. 2023 წელს მძაფრ სიუჟეტიან ფილმში „ექსტრაქცია 2“ წარმატებული მონაწილეობის შემდეგ. ფილმის პრემიერა 2026 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. მასში ასევე მონაწილეობენ ჯონ სინა, ჯესიკა ბილი, სემ რიჩარდსონი, არტურო კასტრო, ტეიონა პარისი, რანდი ფუდა, დანაი გურირა და კორი სტოლი. IMDb-ის ცნობით, გოგრიჩიანი ისტბრუკის სახელობის პერსონაჟს შეასრულებს. „მატჩის 5“ არის მძაფრ სიუჟეტიანი სათავგადასავლო ფილმი, რომელიც დაფუძნებულია „მატჩის 5-ის“ სათამაშოების ხაზზე. გადაღებები ბუდაპეშტში 2025 წლის იანვარში და იმავე წლის მარტში კასაბლანკაში მიმდინარეობდა. თორნიკე გოგრიჩიანმა სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ შოთა რუსთველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სწავლის დროს დაიწყო. მაკბეტის თეატრალურმა როლმა მას საერთაშორისო ფესტივალებზე საუკეთესო მსახიობი კაცის რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოუტანა. 2012 წელს მან ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ზაზა რუსაძის ფილმში „ჩემი საბნის ნაკეცი“, რომელიც ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პანორამის პროგრამაში იყო შერჩეული. 2016 წელს გოგრიჩიანმა რეჟისორული დებიუტი შეასრულა ფილმით „ანდრო“. ფილმის პრემიერა მონპელიეს 39-ე კინოფესტივალზე შედგა, რის შემდეგაც მას თეირანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მთავარი პრიზი მიენიჭა.